სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ადამიანები, ვისაც ჭირდება ჩვენი თანადგომა, ხელშეწყობა და აღნიშნულ პროგრამებს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ და დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018-2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულად უფასოა და მის საფასურს ანაზღაურებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. როგორც იცით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა ჩვენ 1 მაისიდან ავამუშავეთ, 1 მაისიდან უკვე დაიწყო აღნიშნული პროგრამის განხორციელება და მინდა უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ აღნიშნულთან დაკავშირებით. 1 მაისიდან დღემდე სკრინინგი 2361-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 1397 მამრობითი, ხოლო 1364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვს დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია დაანებეს თავი. სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეს უტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ ტომოგრაფიული გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბო სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ ონკოლოგიური, პათოლოგიური გამოწვეული ლეტარობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მე მინდა ყველას ჯანმრთელობა უსურვო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით გვაქვს აღნიშნული პროგრამა, რომელიც არის უფასო, არანაირი გადასახდელი არ აქვს მოქალაქეებს და შეიძლება გამოვიყენოთ, რომ წინასწარ ყველანაირად ვიყოთ დაზღვეულები და თქვენ იცით, რომ ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია იძლევა განკურნების შესაძლებლობას.